სასამართლოს წესით პრეზიდენტის დაკითხვა, მე ვფიქრობ, რომ ეს კულტურული ფორმაა და ჩვენ თუ ამის საჭიროება იქნება, პრეზიდენტიც ამას გაგებით უნდა მოეკიდოს. 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზე პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა განცხადება დღეს ტელევიზიებსა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას გააკეთა. ამ განცხადებით ბიძინა ივანიშვილი იუსტიციის მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც აგვისტოს ომის გამოძიებას და პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვას ეხებოდა. ივანიშვილმა აგვისტოს ომზე საუბრისას ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა. ის თვლის, რომ მომხდარის თავიდანაცილება შესაძლებელი იყო და ამის ერთ-ერთი ბერკეტი საერთაშორისო მონიტორების მოწვევა იქნებოდა. მეც ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლება პრეზიდენტის მეთაურობით არადეკვატურად მოიქცა იმ სიტუაციაში. გაუმართლებლად მიმაჩნია აბსოლუტურად, რომ იქ საჯარისო ნაწილები სათოფანაში მოვიდა და დაიწყეს საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთმა გადმოლახა საზღვრები, გაურკვეველი ბანდფორმირებები ისვიდნენ. აბსოლუტურად ადეკვატური იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან და ჩვენი ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო მონიტორინგის მოწვევა და გამგვრებლების. ეს პროცესი შეიძლება ამ დონეზე დასრულებულიყო. არავითარი სასწაული არ მოხდარა. ერთ-ერთი ნავთობსმის შევარდა ერთ-ერთ სახლში მახსოვს და იქ რაღაც კედელი დააზიანა. არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. სოფლიდან საგმარისი იქნებოდა იქ მაქსიმუმ 10, შეიძლება 100 მაცხოვრებლის გაყვანა. საჯარისო ნაწილების ჩაყენება და ესეთი დონით და მონიტორინგის საერთაშორისო თანამეგობრობის მონიტორინგის მოწვევა. ეს იყო ალბათ ერთადერთი სწორი ნაბიჯი. ამის სანაცვლოდ ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველია, რატომ გაკეთდა ესეთი სვლა და იმის შემდგომ პროცესებიც ძალიან ბევრ კითხვებს იწვევს ჯორების დონეზე, რაც მოსილებს საზოგადოებაში. ნებისმიერი გამოძიება, ნებისმიერი საქმის გამოკვლევა არ დააზიანებს ჩვენს იმიჯს. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი განცხადება ოკუპაციის შესახებ კანონის შესატანცვლებებზე საუბრისას გააკეთა. პრემიერის განცხადებით მთავრობის სურვილია რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება, რაც ეტაპობრივად მოხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ნაბიჯ და აუცილებლად დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს. აი ეს აღშფოთებს ზუსტად მათ, ვინც ამის დაკარგვაში ლომისილი თუ არა ძალიან დიდი წვლილი გაიღეს და შეასრულეს. და აი ეს არის მათი აღშფოთების მიზეზი. აქ არაფერი აღსაშვეთებელი არ არის, ძალიან მარტივი ცვლილებებია იქ გასატარებელი. პრემიერ-მინისტრი დღეს 19 აპრილს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციასაც გამოეხმაურა და მოუწოდა მათ თუ არ მოსწოთ მოქმედი მთავრობის მუშაობა. პარტიის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის დათხოვნის უფლება გამოიყენოს. ივანიშვილი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელი ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მხრიდან ევროპული ფასეულობების დაცვაზე საუბარი, როდესაც ბანო მერაბიშვილი პირადად მონაწილეობდა გასულ წლებში საპროტესტო აქციების დარბევის პროცესში. პრემიერმა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც კრიტიკულადაა ნაციონალური მოძრაობის მიერ განწყობილი, მოუწოდა თავი შეიკავონ 19 აპრილს ყოველგვარი დაპირისპირებისგან. ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ დაპირისპირების ხელოვნურად გამოწვევა შესაძლო აქციის ორგანიზატორებს სურდეთ. ღიაკარების დროა მიდის, მიზეზი გასაგებია, რომ დიდი აქვს შიში, ახლა მერაბიშვილი ევროფასეულობებზე მიგვითითებს, როგორც წარმოგიდგენიათ 7 ნოემბერი, 26 მაისი საამულომის ინვალიდების კი დაარბიეს, შეკრების საშუალებას აღარ აძლევდნენ ხალხს, ეს არის ერთ-ერთი სიტყვის გამოხატვის და მერაბიშვილი მიგვანიშნებს ამ 26 მაისის მერე, ვინც ეს ვისი ხელებითაც ეს მოხდა ყველაფერი, ჩვენ რომ ევროფასეულობები დავიცვათ, რა თქმა უნდა, ანეკდოტურია და გასაგებია ეს ყველასთვის რაც ხდებოდა და რისი სურვილიც აქვს. სხვათაშორის მე როგორც მომდის ინფორმაცია, არიციან როგორ გამოძრონა აქედან, რომ უარი თქვან 19 აპრილზე და როგორ გამოვიდნენ აქედან, რამე თუ თვითონაც კარგად იციან, რა ეფექტსაც მიიღებენ და რაც იქნება. ჩვენი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ. ვისაც სურვილი აქვს, კეთილინებონ და ეს ვაჩვენოთ აქაც მაგალითი, რომ მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად აბსურდულია, არიციან რა უნდათ, რისთვის უნდათ, თუ უნდათ და არ მოსწონთ ხელისუფლება და ხელისუფლებას უნდათ მიაწვდინონ ხმა, მათ ლიდერს პრეზიდენტს დღესაც უფლება აქვს დაითხოვოს ეს ხელისუფლება კანონიერად და მიაყენოს პარლამენტიც. გამოიყენონ ეს. რატო გამოდიან ქუჩაში, აგერ კანონიერად აქვს. გასაგებია საზოგადოების რაღაც ნაწილს ვალი აქვს მერაბიშვილის და მათი მობილიზება უნდა. მერაბიშვილის პირადად მას მამამისის მისთვის არაფერი არ დაუტოვებია. რა თქმა უნდა, ხალხის ფული აქვს გადახდილი, რომელსაც იღებდნენ უკანონოდ და ამიტომაც ეშინია და აქვს ეს კითხვები. მეორე ნაწილს ეხლა ურიგებენ ფულს, რაც ხდება და არ უშლით ხელს რეგიონებში. მე მაქსიმალურად შემეკითხე სამართალდამცავ სტრუქტურებს არ ჩაერიოთ, არც მოსმენები, არაფერი არ იკადროთ, ვისაც უნდა დაურიგონ. განხორციელდება თუ არა საკადრო ცვლილებები მთავრობაში, ამ კითხვაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კაბინეტის მუშაობას დადებითად აფასებს და ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა რამდენიმე მინისტრთან კითხვები მასაც აქვს. გარის კითხვები ერთ-ორ მინისტრსა და სამინისტროზე, არ ვიჩქარებ. საზოგადოებაშიც ეს ნელ-ნელა ალბათ გამოვა, მაგრამ არაფერი კატასტროფა არ ხდება, ზოგადად
ზოგადად ძალიან კარგი მთავრობა გვყავს, არავის ცვლილებას არ ვაპირებთ. მთავრობის შემადგენლობა ამ ეტაპზე უცვლელი რჩება. სამაგიეროდ ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ მის კოალიციას სხვადასხვა პოლიტიკური ძალები გამოეყონ. თუმცა ეს მაშინ შეიძლება მოხდეს, როდესაც მისი თქმით ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციური ძალა არ იქნება. პრემიერი ამბობს, რომ მესამე ძალის ჩამოყალიბება მისი დიდი სურვილია. დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ის ნინო ბურჯანძის, ირმა ინაშვილს და ასევე სალომე ზურაბიშვილსაც ესაუბრა. მესამე ძალის სურვილი გამაჩნია და არ მალავ. არ დაგიმალავთ ქალბატონ სალომესთანაც. თუ გნებავთ ქალბატონ ირმა ინაშვილთანაც მქონდა შეხვედრა და ჩემი სურვილი მასაც გადავეცი, რომ მათ აქვთ პარტია და კარგი იქნება თუ განავითარებენ. ბატონ ნინოსაც ბურჯანაძესაც შეუთვალე, რომ ძალიან კარგი იქნება თუ გააქტიურდება და თავის პარტიას გააძლიერებს. თუ ძლიერი ოპოზიცია იარსებებს, რისი სურვილი ჩვენ გვაქვს და ჩემი აზრით ამას ვერ ახერხებს ნაციონალური მოძრაობა. სანამ იქნება ძლიერი ოპოზიცია გარედან, მანამ კოალიცია შენარჩუნდება. თუ ძლიერი ოპოზიცია გარედან არ იქნება, ბუნებრივად დაიშლება. დღევანდელ პრესკონფერენციაზე კითხვა აჭარაში გარდაცვლილ შვილთან და ქვეყანაში არსებულ სოციალურ სისტემასთან დაკავშირებითაც დაისვა. ივანიშვილი ფიქრობს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა შესაძლოა დაუდევრობას უკავშირდებოდეს. თუმცა მისი თქმით, სოციალური სისტემის გაუმჯობესება ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებით უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე კი სხვადასხვა სოციალური პროგრამებისთვის ბიუჯეტიდან მილიარდი ლარია გამოყოფილი. გასაგებია, რომ ტოტალური პრობლემები გვაქვს შენ და მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სიდუხჭირეში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, ის რომ დღეს პატარა ბავშვი შიმშილით გარდაიცვალოს, ასეთი სიტუაცია საქართველოში არაა. რაც შეეხება სისტემას, მე ორი ძალიან განიცადეთ. პატრიარქი თავის თავზე იღებდა მისი უწმინდესობა, რომ აეკლესიამ ვერ მოახერხა, მე ვუთხარი ეს ყველას დანაშაული ალბათ საზოგადოებას გმართებს უფრო მეტი ყურადღება და უფრო კარგი სისტემა, რაზეც თქვენ ბრძანებთ და მეკითხებით, რაღაც სისტემა უნდა არსებობდეს ისეთი, რომ არ მოხდეს და გამორიცხული უნდა იყოს. ესეთი შემთხვევა. დღესო პრემიერმა მთავრობის ახალი გადაწყვეტილებას გამოაცხადა. თვის ბოლოს ცნობილი გახდება იმ ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებაზე კონტროლს გაამკაცრებს. კაფესა და რესტორნებში, ბარებში გახშირდა ძალიან მოზარდების მიერ ალკოჰოლის გამოყენების მაგალითები. გაიზარდა. რაც შეეხება სიგარეტს და მის კონტროლს, მე კონკრეტულ ფაქტებზე არ ვისაუბრებ და არ ვისაუბრებ როგორია პროგრამა. სიკვდილის გამომწვევი მიზეზებიდან, 10 ძირითადი მიზეზებიდან 7-ში მონაწილეობს სიგარეტი. ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრა 3 საათს გაგრძელდა. შეხვედრის დროს ივანიშვილმა განცხადებები გააკეთა სამართლიანობის აღდგენის პროცესზე. უცხოელი ფერმერებისთვის სახნავ-სათესი მიწების მიყიდვის, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების საკითხებზე, ასევე ქვეყანაში ეკლესიის როლზე, რაზეც განაცხადა, რომ ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ კოალიცია ქართული ოცნება საპრეზიდენტო კანდიდატს მაისში დაასახელებს.